მეგობრებო, დღეს მინდა დავიწყოთ საუბარი ვიეტნამის ომის შესახებ. ეს პირველი ვიდეო იქნება, რამოდენიმე ვიდეო შემოგთავაზებ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა მოხდა ვიეტნამში. სინამდვილეში, ოფიციალური ვერსია ასეთია, რომ 64 წელს ამერიკა ჩაება ომში ვიეტნამის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც გაყოფილი იყო ვიეტნამი, ერთ მხარეს, ჩრდილოეთ მხარეს ჩინეთი და რუსეთი იდგნენ კომუნისტური მიმართულებით, ხოლო სამხრეთი მხარე, სამხრეთ ჩინეთი, სამხრეთ ვიეტნამი უკვე ამერიკა ეხმარებოდა და მონაწილეობდა ომში, რომ კომუნიზმი არ გავრცელებულიყო. ეს არის ოფიციალური ვერსია და მან პერიპეტიები მანდაც კი, ამ ვერსიაშიც კი თვითონ აღიარებენ რეები გააკეთეს ამერიკელებმა, მაგრამ სინამდვილე სხვა არის. სინამდვილე ის არის, რომ ამერიკა 46 წლიდან არის ჩაბმული ამ ომში, მოგიყვებით ახლა სინამდვილეში რა მოხდა. მეორე მსოფლიო ომი დასრულებულია და 1945 წლის, მოდი ერთად წავიკითხოთ, ხო? 1945 წლის 2 სექტემბერს, როდესაც იაპონიამ დაღარა იარაღი, იმავე დღეს, ანუ 2 სექტემბერს 45 წლისას, ჰო ჩი მინი იყო პრეზიდენტი ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰო ჩი მინის პრეზიდენტი აცხადებს დამოუკიდებლობას და ხელს აწერს Declaration of Independence of Vietnam in Hanoi. ჰანოიში მოაწერა ხელი. და დაიწყო ფრანგი კოლონიალისტების წინააღმდეგ ბრძოლა. მოგეხსენებათ, ინდოჩინეთი არის ესეთი კოლონია საფრანგეთის, რომელიც ვიეტნამსაც მოიცავს და კამბოჯასაც და ლაოსსაც. ესეთი სიტუაციაა. და მთავარი რა არის ახლა მან, ხო? ფრანგებია კოლონიური რეჟიმია და აწარმოებენ მათი რესურსები, რაც არის, ძირითადი რესურსი არის რეზინა, მეგობრებო, და რეზინის წარმოების გამოა ეს, ასე თქვა, ამბავი ჩაგრავენ, რა თქმა უნდა. საოცრად ჩაგრავენ ფრანგები ამ ხალხს თავისივე მიწაზე. და დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა პრეზიდენტ ჰო ჩი მინის თამადო, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით, ხო? და ეს ბრძოლა გრძელდებოდა, მეგობრებო, ძალიან დიდი ხანი. ანუ ეს ომი გაგრძელდა საფრანგეთთან ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისა 46-დან 54 წლამდე. შესაბამისად, 8 წელი მიმდინარეობდა, მეგობრებო, ომი. ხო, და როგორც აღნიშნე, ამერიკა 64-ში იწყებს უკვე, ასე ვთქვათ, პირდაპირ ჩართვას. მოდი ახლა ნახოთ სინამდვილეში რა ხდებოდა, ძვირფასო მეგობრებო. რა სიტუაცია იყო ამ ქვეყანაში და ძალიან საინტერესოა აქ ისტორიკოსი ვიყვება, რომ ჰო ჩი მინის მაშინ რა ქვია დეკლარაციაში დამოუკიდებლობის კომუნიზმი არ იყო. ანუ არაფერი კომუნიზმი მაშინ არ იყო, ასე ვთქვათ, დეკლარაციაში. ნახეთ, როგორც ამერიკის დეკლარაცია, ისე იწყება დამოუკიდებლობის დეკლარაცია ვიეტნამში. All men are created equal. They are endowed by their creator with certain inalienable rights, among them are life, liberty and the pursuit of happiness. ხო არ გეცნობათ ეს სიტყვები. ანუ ეს სიტყვები არის, მეგობრებო, copy-paste ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან. რომ ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი და მისმა შემოქმედმა მათ მისცა მიანიჭა ისე ვთქვათ აღმოუფხრელი უფლებები, მათ შორის არის თავისუფლება, სიცოცხლე და ბედნიერებისკენ სწრაფვა. ასე იწყება ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაც, ხო? ანუ არაფერი კომუნიზმი ჯერჯერობით არ ჩანს აქ. და მინდა გითხრათ, რომ ჰო ჩი მინს ეგონა, რომ ასე ვთქვათ, იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ, რომ იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ, მას ეხმარებოდნენ ამერიკელები. და ძალიან მოწონდა ეს ამბავი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეგონა, რომ ამერიკელები ამ პრინციპების გამო, ამ დეკლარირებული დამოუკიდებლობის პრინციპების გამო მათ გვერდზე იდგა, სინამდვილეში სხვა რამე ხდებოდა, ეკობრებო. ხდებოდა შემდეგი რამე, რომ გვიყვება პოლკოვნიკი ფლეჩერ პრაუტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა როგორც
თქვა ერთ-ერთი პოლკოვნიკი. იგი გვიყვება, რომ the United States provided arms support to both the Vietnamese independence movement and the French colonial power. ანუ სინამდვილეში იარაღით ამარაგებდა ამერიკა როგორც ერთ ისე მეორე მხარეს ხალხო. და ვით, ანუ დეკლარირებულად მათ გვერდზე იდგა, მაგრამ სინამდვილეში სხვა ფრანგებსაც აძლევდა იარაღს და დაეხოცათ ერთმანეთი. აი მაგალითად იგი გვიყვება, რამოდენ ციტატა წავიკითხოთ, ხო? აგერ არის. We don't have a precise answer to the question of why we provided US weapons to Ho Chi Minh in 1945 and then, few years later, provided 3 billion worth of weapons to his enemies, the French. ანუ იგი ამბობს, ვერაფერი ვერ გავარკვიითო, ანუ არ ვიცითო, ამაზე პასუხიო, ზუსტი პასუხი თუ რატომ დავეხმარეთო ჯერ 45 წელშიო, რატომ ეხმარებოდითო ხო ჩი მინსო და რამოდენიმე წლის შემდეგ კიდე 3 მილიარდის იარაღი მივაწოდეთ უკვე ფრანგებსო. მაგერ არის ბატონო ჩემო. ხო? ახლა კიდე ამბობს, at the end of the World War II, all that was certain was that there had to be a war in Indochina. ერთ-ერთი რაზეც მეტი არაფერი არ ვიციო, მაგრამ ერთ-ერთი რაზეც ხვდებოდითო, რომ იყო რომ აი ამ ორივე მხარის მომარაგების გამო ხვდებოდით რომ უნდა დაწყებულიყო დიდი ომი ინდოჩინეთშიო, ხო? In November 1946, French warship bombarded Haiphong, killing 6,000 Vietnamese. France believed it could win a quick victory, but soon the French forces were in trouble and asked the US for help. ანუ 46 წელსო 6000 დაბომბეს ერთ-ერთი ქალაქი Haiphongi, 6000 ვიეტნამელი დაიღუპა იქ და საფრანგეთმა მაგას ეგონა რომ ძალიან მარტივად მოიგებდა, თუმცა ძალიან ცუდად შემოbrunდა ეს ამბავი და ისეთ დონეზე შემოbrunდა ცუდად, რომ ფრანგებმა ამერიკელებს მიმართეს დახმარებისთვის. The US supplied tanks, rifles and ammunition. ამერიკასაც რამეთი რა უნდოდა? ამერიკამ მიაწოდა ფრანგებს ტანკები, იარაღი თოფები და ამუნიცია. According to the formerly secret Pentagon papers, the US also bore 78% of the French war costs. და ის რა ქვია, დეკლასიფიცირებული პენტაგონის დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა მისი დეკლასიფიცირება, 78% საფრანგეთის მომარაგების იარაღით და ამუნიციით მთლიანად ამერიკის დამსახურებაა. However, due to the fact that US was supplying Vietnamese insurgent with weapons at the same time, Paris was not able to win. და ეს ხო აწვდიდა საფრანგეთს, იქითაც ხო აწვდიდა ვიეტნამსაც აწვდიდა. ამიტომ ვერ იგებდნენ ფრანგები რა. Paris was not able to win. Communist China also supported the Viet Minh. Carl proudly believed that US weapons, particularly heavy artillery, helped the Viet Minh defeat the French at Dien Bien Phu. ხო, ნუ აქ ბევრს აღარ ვიცი, ჩინეთის რა კომუნისტური ჩინეთიც განმათავისუფლებელ მოძრაობას ეხმარებოდა. ანუ ისე მოხდარი, რომ ჩინეთი ამერიკა ეხმარება ერთ მხარეს და ამერიკა საფრანგეთი ასევე არის მეორე მხარეს. ანუ ის მითი რომ 64 წელს ჩაერთო 64 წელს სხვა რაღაც მოხდა კაცობა Volkswagen მოხდა მოგიყვებით ამ ყველაფერს ოღონდ ამ ვიდეოში ალბათ ვერ მოვასწრებთ ხო წუთით ხო The action of the USA in Vietnam are reminiscent of the arms supplies of the Cuban rebels. Which had contributed decisively to the defeat of the European colonial power Spain, Cuba 18. Vietnamese lamented, no, Vietnam ჯამში 300,000 გარდაიცვალა ამ დამოუკიდებლობის ბრძოლაში, ხო საფრანგეთში 100,000 ადამიანი გარდაიცვალა. ანუ შევაჯამოთ. ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია ომში უკვე 1945 წლიდან. ანუ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მშვიდობა გამოცხადდა და პირდაპირ დაიწყო ომი ვიეტნამში და ამერიკა ორივეს ამარაგებს.